ჩეჩნების თვითსახელწოდებაა ნოხჩო. რუსები და სხვა ხალხები მათ ჩეჩნების სახელით იცნობენ. ეთნონიმის ნოხჩო ყველაზე ადრინდელ მოხსენიებად ითვლება მე-7 საუკუნის ანონიმურ სომხურ გეოგრაფიაში ნახსენები ნახჩა მატიანი, რაც ჩეჩნურ ენას ნიშნავს. ქართულ წყაროებში გვაქვს სახელწოდება ქისტი, მაგრამ ამ სახელწოდებას, რომელიც ჩეჩნებთან ერთად ინგუშებსაც მოიცავს, წინ უსწრებდა სახელწოდება დურძუკი. დურძუკებით დასახლებულ ქვეყანას კი შესაბამისად დურძუკეთს ვუწოდებდით. რაც შეეხება ეგზოეთნონიმს ჩეჩენი, ანუ ჩაჩანი, წყაროებში ის მე-18 საუკუნის დასაწყისიდან ერთდროულად ჩნდება როგორც რუსულ, ისე ქართულ წყაროებსა და დოკუმენტებში. ეთნონიმ ჩაჩენს თითქმის ისეთივე ისტორია აქვს, როგორც ინგუშს. ინგუშების შესახებ ჩემს მიერ მომზადებულ გადაცემაში ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ანალოგიურად სიტყვა ჩეჩენი მომდინარეობს ბარის ჩეჩნეთში, მდინარე არღუნის ნაპირას მდებარე სოფლის ჩაჩანაულის სახელწოდებიდან. რადგანაც რუსები ამ ეთნოს პირველად სწორედ აღნიშნული სოფლის საშუალებით გაეცნენ, სოფლის სახელწოდება მთელს ხალხზე გადაიტანეს. თუმცა ამ სახელწოდებაზე არსებობს მეორე ვერსიაც, კერძოდ მე-13 საუკუნის სპარსულ წყაროებში, რაშიდ ად-დინის ნაშრომში, ის ირანული ტრანსკრიფციით სასანი არის მოცემული, რომელიც მოგვიანებით რუსულ დოკუმენტებში ჩაჩანის სახით შევიდა. 2021 წლის მონაცემებით ჩეჩნეთის რესპუბლიკაში დღეს 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკური ჩეჩენია. ისინი ცხოვრობენ აგრეთვე დაღესტანში, სტავროპოლის მხარეში, ყაზახეთში და სხვაგან. მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე სამეცნიერო ლიტერატურაში ჩეჩნეთს ორ ნაწილად ყოფდნენ: დიდი ჩეჩნეთი და მცირე ჩეჩნეთი, რომელთა შორისაც საზღვარს მდინარე არღუნი წარმოადგენდა. დიდი ჩეჩნეთი მდინარე არღუნის დასავლეთით, მდინარე აქსაიმდე მდებარეობდა. მცირე ჩეჩნეთს კი იმავე მდინარის მარცხენა ნაპირი და ნადტერიეჩიე ეკავა. ჩეჩნეთის ეთნიკური ტერიტორია დროთა განმავლობაში ცვლილებებს განიცდიდა, ისევე როგორც ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ეთნოსებისა. განსაკუთრებით კი ეს მის ჩრდილოეთ ნაწილს ეხება. საერთოდ ჩეჩნები მთიელებად მიიჩნევიან, მაგრამ როგორც ირკვევა, ისინი გარდა მთისა ოდითგანვე ბარშიც მკვიდრობდნენ. ამრიგად, ძველ ჩეჩნებს ათვისებული ჰქონდათ არამხოლოდ კავკასიონის ქედის ჩრდილოეთი კალთები, არამედ კავკასიის წინეთის სტეპებიც. მათ ადრიდანვე ჰქონდათ კონტაქტი სკვითების, სარმატების და ალანების მომთაბარე ტომებთან. ალანიის პოლიეთნიკური ადრეკლასობრივი სახელმწიფო, რომელიც არსებობდა მე-12 საუკუნეებში, ჩეჩნეთის ბარის რაიონებსაც მოიცავდა. იმავე პერიოდში, როგორც ჩანს, ჩეჩნეთის მთიანი ზოლი, განსაკუთრებით ტერიტორია მდინარე არღუნის მარცხენა მხარეს, ადრეული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ეგრეთ წოდებული სერირის სამეფოში შედიოდა. ჩეჩნებს მე-10-მე-12 საუკუნეებში ურთიერთკავშირი საკმაოდ დაშორებულ ქვეყნებთანაც ჰქონდათ. ნუმიზმატიკური მასალა ბიზანტიასა და მახლობელ აღმოსავლეთთან სატრანზიტო ვაჭრობას ადასტურებს. ასეთი ურთიერთობა ჩეჩნების წინაპრებს შავი ზღვისპირეთთანაც ჰქონიათ. ჩეჩნების მიერ ბარის მიტოვებას და ჩრდილოეთ კავკასიის მთებში საბოლოო შესახლებას მონღოლთა შემოსევებს უკავშირებენ, ისევე როგორც დანარჩენ უმრავლეს შემთხვევაში ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ეთნოსების ისტორიაში. თუმცა იმასაც ფიქრობენ, რომ ეს პროცესი უფრო ადრე, კერძოდ ხაზართა სახელმწიფოს დაცემის შემდეგ, ანუ მე-10 საუკუნეში უნდა დაწყებულიყო. მთებში გადასახლების შემდეგ მე-15-მე-16 საუკუნემდე ჩეჩნები ძირითადად სწორედ ამ ზოლში ცხოვრობდნენ. გადმოცემებით დაბლობში პირველი ჩეჩნური დასახლებები ხელახლა მე-14 საუკუნის ბოლოს გაჩნდა.
1587 წელს პირველ რუსულ ელჩობას მდინარე სუნჯისა და მდინარე თერგის ირგვლივ აღნიშნული აქვთ მნიშვნელოვანი რაოდენობის ჩეჩნური დასახლებები: ოკოკი, შიბუთი, მიჩკიზი და სხვა. დროთა განმავლობაში ჩეჩნური სოფლები გრებენელი კაზაკების ტერიტორიების მეზობლად წარმოიქმნა. ყველა სამეცნიერო ნაშრომში, რომელიც ჩეჩნეთსა და ჩეჩნებს ეძღვნება, ხაზი გაესმის იმ გარემოებას, რომ ჩეჩნები ინგუშებთან ერთად კავკასიის ძველი ავტოქტონური ხალხია. ჩეჩნები თავიანთ წარმომავლობას გოლიათ ნოხჩეს იგივე ნახჩის უკავშირებენ. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, მას 7 ვაჟი ჰყავდა, რომელთაგანაც მთელი ჩეჩენი ხალხი წარმოიშვა. სხვა ვერსიით მისი შვილები 12 ცალკეულ ოჯახად დაიყვნენ. კიდევ ერთი ლეგენდა ჩეჩნების წარმომავლობას ორ ძმას, ჩარმოს და შოთოს უკავშირებს. ჩეჩნებს სხვა გენეალოგიური ლეგენდებიც აქვთ. ჩეჩნების ერთი შტოს, ჩანთელთა, ანუ ითუმელთა საფუძვლის ჩამყრელი იყო საქართველოდან გადმოსახლებული ითუმ ლიუნგიევი. მისი ერთ-ერთი შთამომავალი ყოფილა ჯალი. ჯალის ყოლია შვილები: ბარზგარი, ბაგომატიგარი, ეჟიგარი, ხამატიგარი და მურთაზგარი. გადმოცემის ჩამწერის განმარტებით, გარი გვარის დანაყოფს აღნიშნავდა. შესაძლებელია ჩეჩნური გარი სწორედ ქართული გვარისგან მომდინარეობდეს. საუკუნეების განმავლობაში მთის ჩეჩნურ საზოგადოებებს ქართველ მთიელებთან, ხევსურებთან, მშაველებთან, თუშებთან ჰქონდათ აქტიური ურთიერთობა. მალხისტის და მაისტის საზოგადოებებთან მიგრაცია ორმხრივი იყო. როგორც ჩეჩენი მოსახლეობა გადმოსახლდებოდა საქართველოს მთიანეთში, ისე ქართველი მთიელებიც მიგრირდებოდნენ ჩეჩნეთში. თუშეთში, ფშავსა და ხევსურეთში არაერთ გვარს შევხვდებით, რომლებსაც ჩეჩნური წარმომავლობა აქვთ. ჯერ კიდევ იბერიის მეფე საურმაგის დროს დურძუკების საქართველოს მთიანეთში თუ ერთდროული ჯგუფური გადმოსახლება მოხდა, შემდეგ ეს მიგრაციები თანდათან გაჟონვითი, ინდივიდუალური იყო. თუმცა მე-19 საუკუნის შუა ხანებში ჩეჩნები და აგრეთვე ინგუშები საქართველოში პანკისის ხეობაში კომპაქტურად ჩამოსახლდნენ. გერმანელი მეცნიერის ზისერმანის მოწმობით, მითხოს საზოგადოება ხევსურეთის სოფელ შატილიდან 10 ვერსზე მდებარეობდა და მასში 6 პატარა სოფელი შედიოდა. ამ საზოგადოების მოსახლეობის შესახებ ის აღნიშნავდა: ისინი ქრისტიანებს, ურჯულოებს უწოდებენ, მაგრამ თაყვანს სცემენ წმინდა გიორგის, არ იციან მუსლიმთა ლოცვა ნამაზი, არ ჭამენ ღორს, არ ყავთ მოლები და არ აქვთ მეჩეთები. საყურადღებოა, რომ აღწერის დავთარში ამ ჩეჩნური საზოგადოების მკვიდრნი შემდეგი გვარებით არიან ჩაწერილი: ალბაკაური, აშიგაური, ბარჩაული, გუდარგაული, ბაკაშაური, გადუმაური, დადიკური, ზანტაური, კარსამაუდი, მუხაური, ხაიაური. გვარსახელები წარმოდგენილია საქართველოს მთის გვარსახელებისთვის დამახასიათებელი ურ-ულ სუფიქსით, რაც ჩეჩნებსა და ქართველ მთიელთა ისტორიულად არსებულ ეთნოკულტურულ ურთიერთობებზე მიანიშნებს. პეტრე პირველიდან დაწყებული რუსეთის პოლიტიკა ჩეჩნეთის მიმართ კოლონიური ხასიათის იყო. ეკატერინე მეორის მმართველობის ბოლო წლებში რუსეთის არმიამ თერგის მარცხენა მხარე დაიკავა და ყაბარდო-ჩეჩნეთის საზღვრის მიმართულებით მოზდოკიდან ვლადიკავკაზამდე სამხედრო სიმაგრეები ააგო. ყოველივე ამან მე-18 საუკუნის ბოლოსა და მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ჩეჩენთა განმათავისუფლებელი მოძრაობა გამოიწვია. 1819 წელს რუსეთის არმიამ მიწასთან გაასწორა თერგის მარჯვენა ნაპირას მდებარე აული დადი იურტი. მისი მაცხოვრებლების უმეტესი ნაწილი 400 კაცი მოკლულ იქნა. არც რუსებს დადგომიათ კარგი დღე. გენერალ ერმოლოვის მიერ გამოგზავნილი დამჟელი რაზმის 230 ჯარისკაცი და ოფიცერი შეეწირა ამ ბრძოლას. რუსების ამ მოქმედებამ ჩეჩენთა თარეშები გაახშირა.
1825 წელს თერგზე მდებარე ერთ-ერთი სიმაგრე ჩეჩნებმა მიწასთან გაასწორეს. 191 კაციდან 98 მოკლეს და 13 ტყვე დაიყვანეს. 1832 წელს გენერალმა როზენმა ჩეჩნეთსა და ინგუშეთში 60 აული გაანადგურა. 1834 წელს ჩეჩნეთისა და დაღესტნის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა თეოკრატიული ხელისუფლება შამილის იმამატი. რუსეთის არმიის სისტემატიური თავდასხმების შედეგად 1851 წლისთვის ჩეჩნეთის დაბლობის აულების უმეტესობა განადგურებული და გადამწვარი იყო. რუსებმა მთიელი ჩეჩნებისა და ხუნძების წინააღმდეგ დიდი ძალები გადაისროლეს. მარტო 1855 წელს ერთი ლაშქრობის დროს 3900-მდე ჯარისკაცი დაკარგეს, რომელთა შორის 3 გენერალი იყო. ხანგრძლივი და მომხანწველი ბრძოლის შემდეგ 1859 წელს ჩეჩნები და დაღესტნელები დამარცხდნენ. ამის შემდეგ ოსმალეთის იმპერიაში ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხებთან ერთად ჩეჩნებიც და ინგუშებიც გადაასახლეს. დაახლოებით 20,000 კაცი. მიუხედავად ამისა, ჩეჩნები კოლონიურ მდგომარეობაში ყოფნას მაინც არ ურიგდებოდნენ. აგრძელებდნენ პარტიზანულ ბრძოლას, აგრეთვე აწყობდნენ დროდადრო აჯანყებებს. 1921 წლის იანვარში გაერთიანებული ჩეჩნეთ-ინგუშეთი თიანეთის ავტონომიურ ოლქში შეიყვანეს. 1922 წელს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ჩამოყალიბდა ჩეჩნეთის ავტონომიური ოლქი. 1934 წელს შექმნილი ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური ოლქი 1936 წელს გარდაიქმნა ავტონომიურ რესპუბლიკად. 1922 წლისთვის ჩეჩნეთს იმ მიწების ნაწილი დაუბრუნეს, რომლებიც კავკასიური ომების მსვლელობების დროს წაართვეს. 1942-53 წლებში გერმანელებმა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია მოახდინეს, ხოლო 1954 წელს სტალინის ბრძანებით ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკა ლიკვიდირებული იქნა და მისი მოსახლეობა შუა აზიასა და ყაზახეთში იქნა იძულებით დეპორტირებული. მათ გასახლებაში წითელი არმიის ნაწილები მონაწილეობდნენ. სულ რამდენიმე დღეში გადაასახლეს დაახლოებით 500,000 ადამიანი. მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი გადასახლების პირველ წელს შიმშილის, სიცივისა და ავადმყოფობის მიზეზით დაიღუპა. 1954 წელს გაუქმებული ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომია მხოლოდ 1957 წელს აღადგინეს. მოსახლეობა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს დაუბრუნეს, მაგრამ ჩეჩნეთის რამდენიმე მთიან რაიონში მათ ცხოვრება აეკრძალათ. ისინი დაბლობის აულებისა და კაზაკთა სტანიცებში დაასახლეს. 1990 წლის ნოემბერში ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაცია მიიღო. 1991 წლის სექტემბერში ჩეჩენი ხალხის საერთო ნაციონალურმა კონგრესმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შესახებ გამოაცხადა. 1992 წელს შემოღებული იქნა პრეზიდენტის პოსტი. ეს აქტები რუსეთის ფედერაციამ არ ცნო. 1994 წლის დეკემბერში რუსეთმა ჩეჩნეთში შეიარაღებული ძალები შეიყვანა, რამაც სისხლისმღვრელი ომი გამოიწვია. 1996 წელს რუსეთის პრეზიდენტი ელცინი იძულებული გახდა ომი შეეწყვიტა და ჩეჩნეთის ტერიტორიიდან ჯარი გამოეყვანა. ზოგიერთი მონაცემით ომის დროს დაღუპულთა რაოდენობა დაახლოებით 80,000 იყო. დაჭრილებისა კი 240,000. 1999 წელს პროვოკაციული მიზეზით პრეზიდენტმა პუტინმა დაღესტანსა და ჩეჩნეთში რუსული არმიის ძლიერი ნაწილები გადაისროლა და წამოიწყო რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომი. ამ ომმაც ათასობით და 10,000-ობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩეჩნეთის პრეზიდენტმა მასხადოვმაც დუდაევის ბედი გაეზიარა. ხანგრძლივი ბრძოლისა და დევნის შემდეგ ის მოკლეს. რუსულ-ჩეჩნური ურთიერთობები დღესაც არ არის მოწესრიგებული და
დღემდე ჩეჩნები რჩებიან იმ ძალად კავკასიაში, რომლებსაც შეუძლიათ პოტენციურად დიდი ზიანი მიაყენონ რუსეთის იმპერიას. რაც შეეხება ჩეჩნების ისტორიას, მათ სახელმწიფოებრიობა არასდროს არ ქონიათ. მართალია ქართლის ცხოვრებაში მოიხსენიებიან დურძუკთა მეფენი, მაგრამ სინამდვილეში ესენი იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიის მთისწინა ბარში მცხოვრებ დურძუკთა, ანუ ჩეჩენთა ტომის ბელადები. ბარში ჩასახლებული ჩეჩნები, რომლებიც ნაწილობრივ ხუნძი ხანების დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ, თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. იტაცებდნენ მიწებს, უარს ამბობდნენ გადასახადების გადახდაზე და ასე შემდეგ. იგივე ქმედებას ჩადიოდნენ მცირე ჩეჩნეთის მცხოვრებნი ყაბარდოელი თავადების წინააღმდეგაც. ჩეჩნეთის ტაიპებს შორის თითქმის მუდმივი დაძაბულობა და დაპირისპირება არსებობდა. დროდადრო არაკეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდათ ქართველ მთიელებთანაც, ხევსურებთან და თუშებთან. ისტორიკოსთა მითითებით, ცალკეულ გვართა გამდიდრების ერთ-ერთი გზა სწორედ თარეშები იყო. ჩეჩნეთში თარეშების განვითარებული სისტემა არსებობდა. მე-18 საუკუნეში არაერთი დოკუმენტი არსებობს თარეშების მეკობრეობის თავდასხმების შესახებ. როგორც ხედავთ, ჩეჩნები ამ მხრივ არაფრით არ განსხვავდებიან თითქმის ყველა სხვა დანარჩენი ჩრდილოკავკასიური ტომებისგან. თარეშის ობიექტი ჩეჩნეთის ყველა მოსაზღვრე ტერიტორია იყო. დაღესტანი, ყაბარდო, ინგუშეთი, ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რეგიონები და როგორც უკვე ვთქვით, რა თქმა უნდა საქართველოს ჩრდილოეთი ნაწილი. ჩეჩენთა თარეშების შესახებ არაერთი გადმოცემაა ჩაწერილი როგორც თვით ჩეჩნეთში, ისე მათ მეზობელ ხალხებში. არაერთი გადმოცემა გვაქვს დადასტურებული ჩეჩენთა ლაშქრობების შესახებ თუშეთსა და ხევსურეთში. თავის მხრივ არც ქართველი მთიელები რჩებოდნენ ვალში. მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაწყებული მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ბოლომდე სრულიად გასაგები მიზეზების გამო ჩეჩენთა თარეშის ინტენსიურ ობიექტად რუსეთის სასაზღვრო ხაზი იქცა. ჩეჩენთა რაზმები ერთი მხრივ თავისუფლებისთვის ბრძოლის, ხოლო მეორე მხრივ ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით თავს ესხმოდნენ რუსულ ქალაქებს, კაზაკთა სტანიცებს, ბაზრებს, სამხედრო გარნიზონებს. რაც შეეხება მშვიდობიან საქმიანობას, მშვიდობიან სამეურნეო საქმიანობას, ეს ძირითადად იგივე იყო, რაც დანარჩენი ჩრდილოკავკასიელი ხალხებისა. ეს იყო მიწათმოქმედება ბარის პირობებში, ხოლო მთაში ძირითადად მესაქონლეობა, განსაკუთრებით მეცხვარეობა. შინამრეწველობიდან ჩეჩნებში განსაკუთრებით ნაბდის, ქეჩის, აგრეთვე ხალიჩების დამზადება იყო განვითარებული. ძველთაგანვე ჩეჩნეთში დასახლების რამდენიმე ტიპი იყო ჩამოყალიბებული. დაბლობის სოფლების დაგეგმარება ხასიათდებოდა მდინარეებისა და გზების გასწვრივი განლაგებით. მთის ტყიან რაიონებში მოსახლეობა ტაიპური უბნების სახით ცხოვრობდა. ხშირად ერთ ტაიპს, ანუ გვარს, რამდენიმე დასახლებული პუნქტი ეკავა. მთიან რაიონებში დასახლება დიდი შეჯგუფულობით გამოირჩეოდა. მათი სახლები მჭიდროდ იყო ერთმანეთთან მიდგმული. მაღალმთიან რაიონებში საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი ძირითადი ტიპი იყო ორსართულიანი ქვის სახლი, რომლის ქვედა სართულს საქონლის სადგომად გამოიყენებდნენ ხოლმე. ჩეჩნები აგრეთვე აშენებდნენ საცხოვრებელ და თავდაცვით კოშკებს, რომლებიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მთიანი ჩეჩნეთის დასავლეთ რაიონებში იყო. საცხოვრებელი კოშკები ჩვეულებრივ საბრძოლო კოშკების გვერდით იყო ხოლმე აგებული, ისევე როგორც ინგუშეთში. შემორჩენილია აგრეთვე სადარაჯო კოშკები. კოშკების ეს ტიპი ძირითადად სტრატეგიულ პუნქტებში იდგა ხოლმე და აქედან უთვალთვალებდნენ მტერს. თუ კი შეამჩნევდნენ მის გამოჩენას, აუცილებლად ცეცხლს ანთებდნენ. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ჩეჩნები ნაციონალურ ტანსაცმელს ატარებდნენ. მამაკაცის ზედასამოსი კავკასიური ჩოხა იყო, რომელსაც სახლში მოქსოვილი მუქი ფერის მაუდისგან კერავდნენ. თავსაბურავს კი სხვრის ტყავისგან შეკერილი კონუსისებური ფაფახი წარმოადგენდა. ფეოდალური ურთიერთობები ჩეჩნეთში არ განვითარებულა.
მეზობელი ყაბარდოელების, ყუმუხების, ხუნძებისგან განსხვავებით, ისევე როგორც ინგუშებს, ჩეჩნებსაც ბეგები, ხანები და თავადები არ ყოლიათ. მაგრამ მაინც ჩეჩნების სოფელი ერთგვაროვანი არ იყო. გლეხებს შორის მიმდინარეობდა დიდრებად და ღარიბებად დაყოფის პროცესი. პატრიარქალური მონობა კი მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე შემორჩა. ჩეჩნეთის საზოგადოებრივ ურთიერთობებში დიდ როლს თამაშობდა გვარი, ტაიპი. ზოგიერთი ჩეჩნური ტაიპის სახელწოდება პირდაპირ მიუთითებს მათი წინაპრის, ტაიპის საფუძვლის ჩამყრელის დაღესტნურ, ჩერქეზულ, ქართულ და ასე შემდეგ წარმომავლობაზე. ჩეჩენთა ყველაზე ცნობილი ტაიპები იყო დიშნე, ცონტარი, კურჩალო, არსენი, შატო, ბენო და სხვა. ამ უკანასკნელ გვარს, ბენოს, ქართული წარმომავლობა უნდა ჰქონდეს, რადგან ჩეჩნები ბეინოს ქართველ მთიელებს, მოხევეებს უწოდებდნენ ხოლმე. მე-20 საუკუნემდე ჩეჩნური საზოგადოებისთვის ტრადიციული იყო სისხლის აღება, რაც ხშირად ძალიან დიდ ხანს გრძელდებოდა. სისხლის აღება გვარის ყველა წევრის მოვალეობას შეადგენდა. ჩეჩნებს საერთო მმართველობა არ ჰქონიათ. ყოველი ცალკეული საზოგადოება ერთი სოფლის ან და ზოგჯერ რამდენიმე პატარა სოფლის ერთობლიობას წარმოადგენდა. სოფლებში, სადაც რამდენიმე ტაიპი მკვიდრობდა, ყოველ მათგანს თავისი უხუცესთა საბჭო ჰყავდა, რომელთა გარეშეც არც ერთი მნიშვნელოვანი საქმის გადაწყვეტა არ ხდებოდა. ჩეჩენთა ტრადიციულ ყოფაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა სტუმართმოყვარეობა. სტუმარი ნებისმიერი ეროვნებისა და სარწმუნოების ადამიანი შეიძლება ყოფილიყო. სტუმართმოყვარეობის წეს-ჩვეულების დარღვევისთვის ოჯახის უფროსი ავტორიტეტსა და პატივისცემას კარგავდა. სტუმართმოყვარეობა მესისხლეობაზე მაღლა იდგა. შესაბამისად, სტუმართმოყვარეობის წეს-ჩვეულება მკვლელსაც კი იცავდა. სახლის ღურბლის გადამლახავ მტერს თავშესაფარი, პური და დაცვა გარანტირებული ჰქონდა. ასევე არსებობდა ძმადნაფიცობის ინსტიტუტიც. ჩეჩნებისთვის დამახასიათებელი იყო უფროსების, მშობლების პატივისცემა. ამ თვალსაზრისით ეტიკეტის გარკვეული წესიც ჰქონდათ შემუშავებული. უფროსებს უთმობდნენ ადგილს, გზას, სიტყვას. თუ ცხენოსანი ქვეით შეხვდებოდა, ის აუცილებლად პირველი უნდა მისალმებოდა მას. შემხედრი თუ მოხუცი იყო, მხედარი აუცილებლად უნდა ჩამოქვეითებულიყო და მხოლოდ ამის შემდეგ მისალმებოდა უფროსს. სერიოზული შერცხვენის, სახელის გატეხვის შემთხვევაში ტაიპის წევრის ცხოვრება ფაქტობრივად დამთავრებული იყო. თემი მას ზურგს არ ჰქცევდა. ამასთანავე არსებობდა ერთი ძალიან საინტერესო და ვაჟკაცური წესი. ჩეჩნეთში ზურგში არ ისროდნენ. ქალები ჩეჩენთა მთის ეტიკეტში განსაკუთრებულ როლს თამაშობდნენ. ისინი კერის დამცველები იყვნენ. ძველ დროს ამ მეტაფორას პირდაპირ მნიშვნელობა ჰქონდა. ქალები კერაში ცეცხლის ჩაქრობისათვის პასუხს აგებდნენ. მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ოჯახის ძირითადი ფორმა პატარა ოჯახი იყო, რომელიც მეუღლეებისა და ბავშვების, ზოგჯერ კი ქმრის მშობლებისგანაც შედგებოდა. ოჯახს პატრიარქალური ყოფის არაერთი ნიშანი ჰქონდა შემორჩენილი. მაგალითად, ოჯახის სრულუფლებიანი უფროსი მხოლოდ მამაკაცი იყო. მაგრამ საინტერესოა, რომ ქალიშვილის გათხოვებისას გადამწყვეტი სიტყვა დედას ეკუთვნოდა. ჩეჩენი ქალი არასდროს არ მიირთმევდა საჭმელს ქმართან ერთად. სხვათა თანდასწრებით ისინი ერთმანეთს სახელებით არ მიმართავდნენ. ასევე უფროსი ნათესავებისა და გარეშე პირების თანდასწრებით მამა თავის შვილებს სახელებით არ მიმართავდა. ქორწინება ნათესავებს შორის მხოლოდ 3 თაობის ფარგლებში იკრძალებოდა. ჩეჩენი შეიძლებოდა თავისი ტაიპის და გარის წევრზეც კი დაქორწინებულიყო. ეს მათ ინგუშებისაგან გამოარჩევდა, რომლებთანაც როგორც ქართველებთან მკაცრად ეგზოგამიურია და იცავენ წესს, რომლის თანახმადაც მერვე და თვით მე-12 თაობამდეც კი ნათესავებს შორის ყოველგვარი ქორწინება იკრძალება. თუ ქალი თავის ცუდ ხასიათს, ქცევას გამოამჟღავნებდა და მისი ქცევა ქმრისთვის მიუღებელი იქნებოდა, ამ უკანასკნელს შეეძლო თავის რჩეულს ძალიან უბრალოდ გაყროდა.
ქორწილი როგორც წესი ნეფის სახლში რამდენიმე დღე გრძელდებოდა. ერთი ძალიან საინტერესო და ამავე დროს ძალიან უცნაური წესი ჰქონდა ჩეჩნებს, კერძოდ ის, რომ არც ნეფე და არც პატარძალი თავის ქორწილს არ ესწრებოდა. ისტორიულად ჩეჩნეთში დაკრძალვის თავისებური წესი არსებობდა. ტრადიციულად ისინი მიცვალებულებს მიწის ზედა აკლდამებში კრძალავდნენ, ისევე როგორც ამას აკეთებდნენ ინგუშები. აკლდამა იმდენად მნიშვნელოვანი თემა იყო ჩეჩნებისთვის, რომ როდესაც ქალიშვილს ათხოვებდნენ ამ და ვაჟს აქორწინებდნენ, მშობლები პირველ რიგში არკვევდნენ, ჰქონდა თუ არა საპატარძლოს ან სასიძოს საგვარეულო აკლდამა. თუ ასეთი არ აღმოაჩნდებოდა, ქორწინებაც არ შედგებოდა. დღეს ჩეჩნები მაჰმადიანი სუნიტები არიან. ბოლო წლებში ვაჰაბიზმიც კი გავრცელდა, მაგრამ ადრეული შუა საუკუნეების ჩეჩნეთი ქრისტიანული იყო. ქრისტიანობამ ჩეჩნეთში მერვე საუკუნიდან მოიკიდა ფეხი, ხოლო განსაკუთრებით გაძლიერდა მე-11 საუკუნიდან, როდესაც საქართველოს სამეფო გაძლიერდა. მაგრამ მთის სოციალური და ეკონომიკური პირობები აქ ქრისტიანობის ფართოდ და ღრმად გავრცელების საშუალებას მაინც არ იძლეოდა. ანუ ჩეჩნეთში ქრისტიანობა მხოლოდ ზედაპირულად შევიდა და ის შეზავებული იყო ჩეჩნურ წარმართულ წარმოდგენებთან. მთიან ჩეჩნეთში, განსაკუთრებით არღუნის ხეობაში, ბოლო დრომდე ეკლესიათა ნანგრევები და ქვის-ჯვრები არსებობდა. საქართველოდან ქრისტიანობის შეღწევის დამადასტურებელია ზოგიერთი ჩეჩნური ლინგვისტური ერთეული. მაგალითად, ჩეჩნურად კვირას კვირა ეწოდება, პარასკევს პერისკა, შაბათს შუოთდე, მარხვას მარხ და ასე შემდეგ. მე-16 საუკუნეში ჩეჩნეთში დაღესტნიდან შეღწევას იწყებს ისლამი, მაგრამ მე-18 საუკუნემდე მან აქ ფეხი ფართოდ ვერ მოიკიდა. ჩეჩნეთში ისლამი საბოლოოდ მე-19 საუკუნის შუა ხანებში დაღესტნელთა და ჩეჩენთა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში გამყარდა და გამტკიცდა. საინტერესოა, რომ ისლამის გავრცელებამ ზოგიერთ ტაიფს შორის დაპირისპირებაც კი გამოიწვია. ამის გამო რამდენიმე გვარმა თავისი საცხოვრებელი ადგილი დატოვა და ისინი რუსების მხარეს გადავიდნენ, ვინაიდან ისინი ქრისტიანები იყვნენ და შესაბამისად არ სურდათ ისლამის მიღება. ჩეჩნებში მიუხედავად ქრისტიანობის, ხოლო შემდგომ ისლამის გავრცელებისა და დამკვიდრებისა, მაინც შემორჩენილია ძველი ჩეჩნური რწმენა წარმოდგენების ტოტემიზმი, ანიმიზმი, საოჯახო გვაროვნული კულტები, აგრარული და მიცვალებულის კულტები და ასე შემდეგ. ჩეჩნებს ჰქონდა ღვთაებათა პანთეონი, რომლის სათავეშიც უზენაესი ღვთაება დიელა იდგა. ჩვენ უკვე ვახსენეთ ჩეჩნების მრავალმხრივი ურთიერთობა ქართველ მთიელებთან. ამ ურთიერთობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია რელიგიური ასპექტი. დადასტურებულია ჩეჩნების და ქართველების საერთო სალოცავების არსებობა, ერთობლივი კულტმსახურება და ასე შემდეგ. მაგალითად, მართალია ანატორიის ჯვარი შატილელთა სალოცავი იყო, მაგრამ მასზე, როგორც წმინდა ნადირის მფარველ ღვთაებაზე, ხევსურებთან ერთად ჩეჩნებიც ლოცულობდნენ. ქისტეთის სოფელ ჯგარეგოში ანატორის ნიშიც მდგარა. ჩეჩნებს ადრე დამწერლობა არ ქონიათ, ის საბჭოთა პერიოდში შეიქმნა და მას შემდეგ შეიქმნა ასევე ჩეჩნური მხატვრული ლიტერატურაც. მაგრამ აქ უნდა აღინიშნოს ერთი საინტერესო ფაქტი, რომ როგორც ჩეჩნეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილ საფლავის ქვებზე და ასევე სხვა მსგავს ნივთებზე არის დაფიქსირებული, ჩეჩნები შუა საუკუნეებში ქართულ ასოებს იყენებდნენ სამწერლობოდ. თუ მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი გადაცემა, გთხოვთ მოიწონოთ ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი არხი, რათა არ გამოტოვოთ მომავალი გადაცემები. მე დღეს ამით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე.